ფოთის პორტში შემოსული ამუზარმაზარი ტანკერის ოდისეა ნოვოროსიისკიდან იწყება. ქალაქიდან, სადაც დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიის როსნეფტის მსხვილი საზღვაო ნავთობგადამზიდი ტერმინალი მდებარეობს. ტანკერი ტარინივი ეგრეთ წოდებულ რუხ ფლოტს ეკუთვნის. ეს არის რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნაკლებად აგრესიული ანალოგი, რომელიც სანქციების არიდების მიზნით საერთაშორისო წყლებში შეცვლილი დროშით და ბუნდოვანი მფლობელით გადაადგილდება. ნოვოროსიისკიდან ფოთში ტანკერი 27 ივლისს ჩამოდგა და სანქცირებული საწვავი გადმოტვირთა. რამდენიმე თვის წინ ნოვოროსიისკი უკრაინული დრონების სამიზნეც გახდა, რადგან რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტში ეს ტერმინალი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ტარინივის ისტორია საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარს გავაცანით, რომელიც ჩრდილოვანი და რუხი ფლოტების ტრაექტორიას კარგად იცნობს. მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვადასხვა ხერხები გამოიყენონ, ან აფრიკის ქვეყნების დროშებით, ან სხვადასხვა ქვეყნის დროშებით აუარონ სანქციებს გვერდი და ხედავთ რომ ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო. ერთი არის ნათელი რომ ფიზიკურად არა მხოლოდ რაღაც ქაღალდის სანქციებზე, არამედ უკვე დაიწყო უკრაინამაც ამ ფლოტის განადგურება და უფრო და უფრო კუთხეში ამწვდევენ ამ რუსეთის სხვადასხვა სქემებს და ესე იგი ეს იწვევს იმას, რომ უფრო ძვირი უჯდება ამ ყველაფრის განხორციელება. ხო და სადამდე უნდა მოიქცნენ ესე, რომ ეს დაძველებული გემებით, სხვადასხვა დროშებით, ამ სქემებით რაღაცა თითქოს ამ კატათაგუბანის თამაშით რაღაც რამდენად უღირთ ეს ყველაფერი. ეს ხომალდი 2003 წელს აიგო და მისი პირველი სახელწოდება ნაროდნი მოსტ იყო. 2018 წელს იცვლის სახელს და დროშას. ტანკერი ქერიჯი ახლა უკვე გაბონის დროშის ქვეშ დაცურავს. ამ ტანკერს უკრაინის სანქცირებული ხომალდების სიაში ვპოულობთ. 2026 წლიდან კი ტარინივი დაერქვა და ჩრდილოვანი ოდისეა ბარბადოსის დროშით განაგრძო. ეს ტანკერი ბათუმისა და ფოთის ტერმინალებში საქართველოს დროშითაც გამოჩნდა. სახელწოდების ხშირი ცვლილება მანიპულაცია, გაუმჭირვალე მფლობელი, რუსეთის პორტებში ხშირი მიმოსვლა, უსაფრთხოების კუთხით არაერთ კითხვას აჩენს. სანქციები კონკრეტულად წესდება იმისთვის, რომ რუსეთმა ეს ნავთობი ვერ გაყიდოს და შესაბამისად ომი ვერ დააფინანსოს, ხო? რა თქმა უნდა, ხა რუსეთი ცდილობს რომ ამას გვერდი აუაროს და აი ამ გვერდის აუაში შენც თუ რაღაც ფორმით ეხმარები, ოღონდ ამბობ რომ ანუ მე პირდაპირ არ ვარღვევ კაცო სანქციას, მე ხო სანქცირებულ გემს არ ვიღებ. ხო, მაგრამ პრინციპში მაინც არ ღვევ, იქიდან გამომდინარე რომ იმ თავარ ამოცანას, რის გამოც რუსეთი არის სანქცირებული, შენ პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობ. ჯერ კიდევ იანვარში საგამოძიებო მედია აიფაქტი წერდა, რომ საქართველოში ბოლო ერთ წელში ჩრდილოვანი ფლოტის 9 გემი დაფიქსირდა. მათი ნაწილი სანქცირებული არ არის, თუმცა სანქციების რისკის ქვეშ დგას და ზოგ შემთხვევაში სწორედ სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ახორციელებენ. 2025 წელს ევროკავშირმა 100-ზე მეტი მსგავსი ტანკერი დაასანქცირა. სანქციებს გვერდი აუარეს იმ ხომალდებმა, რომელთაც სახელი და დროშა იცვალეს. ჩვენ კითხვებზე პასუხების მისაღებად ეკონომიკის მინისტრს მარიამ ქრივიშვილს შევხვდით. მე თქვენ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არ ფიქსირდება არც ერთი სანქცირებული ხომალდის შემოსვლა. ეს არის ფაქტი. და ეს არის ფაქტი იმ დროისთვის, როდესაც საქართველოში ეს ხომალდი იყო შემოსული. საქართველოს მუშაობს. ძალიან გამჭირვალეთ, ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს არის ჩემი ქვეყანა და თქვენ შეგიძლიათ მიამაყოთ იმით, რომ თქვენ ქვეყანაში სანქცირებული. ჩვენი საერთო ქვეყანა რა, ამიტომაც გაჩვენებთ. ამიტომაც გიდასტურებ, რომ ეს არის ყოილი. მეორე დღეს ეკონომიკის სამინისტროდან წერილი მივიღეთ, სადაც ეწერა, რომ ტანკერი სანქცირებული არ არის. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ გემი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში ჩვეულებრივ რეჟიმში ოპერირებს და არ წარმოადგენს სანქცირებულ ან ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს. აღნიშნულმა გემმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში თუ გემი ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა.
ან ამაზე ხონდა მოახდინო რეაგირება. თუნდაც შეკითხვა რომ დაუსვით ეს არ არის სანქცირებულიო. სახელმწიფომ ხონდა შეისწავლოს რომ ეს არის თუ არის პოტენციურად სანქცირებადი, რა არის ამ გემში და ასე ვთქვათ, უქმნის თუ არის ყველაფერი ჩვენს რეპუტაციას და იმის საფრთხეს. ამიტომ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის მათზე. პირველ რიგში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ეს პასუხისმგებლობის საკითხები გროვდება, ეს ყველაფერი აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. ამ ტანკერის მფლობელი უცნობია, თუმცა ვარკვევთ, რომ ტარინ ივი თანამშრომლობს გაერთიანებული საამიროების თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ ფორტეტრეიდთან. ნავთობგადამამუშავებელი კომპანია ფორტეტრეიდი თავის მხრივ თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან. როდესაც კონკრეტული ტანკერი სანქცირდება, მაგალითად, ის სანამ ნაპირს მიადგება, მანამდე ხდება აი ამ ასე ვთქვათ, ნავთობის დასაწყობება ოღონდ სხვა გემზე, ხო? ანუ ბევრი ასეთი სქემაა სინამდვილეში და ხვალდაზე კიდევ უფრო მეტი იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი ამბავია, რომ შენ როგორც კომპანია, როგორც სახელმწიფო, როგორც რა ვიცი, აპიროვნება, რომელ მხარეს ხარ, ამას აქვს მნიშვნელობა. თემაზე მუშაობისას ვარკვევთ, რომ რუხი ფლოტის ამ ტანკერიდან ჩამოტვირთულ სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის TAO Energy-ს შვილობილი კომპანია Avra Shipping-ი განკარგავს. ჩვენ აღნიშნული კომპანიის ძებნა დავიწყეთ. მითითებულ მისამართზე ცარიელი საცხოვრებელი სახლი გვხვდება. Avra Shipping-ი აქ არის კომპანია ამ შენობაში. Avra Shipping-ი. აქ ამ კომპანია არ არის ასეთი კომპანია? მე არ ვიცი, ეს კომპანია არ აქვს, ხო? ეს სახლი Avra Shipping-ის დირექტორს, რუსეთ-საქართველოს მოქალაქე ვინმე ზურაბ უზნაძეს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზურაბ უზნაძე ორ კომპანიას და პრესტიჟულ უბნებში რამდენიმე ბინას ფლობს. მისი პოვნა ვცადეთ, მაგრამ სახლში არ დაგხვდა. ტელეფონით დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ვინ არის ზურაბ უზნაძე, ან ვისი მფარველობით საქმიანობს სანქცირებული ნავთობპროდუქტების სფეროში გაურკვეველია. რუხი ფლოტის ტანკერის შესახებ დამატებითი კითხვებისთვის ქართული ოცნების წევრებსაც ვკითხეთ. მე არ ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმირებული და ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები უნდა იყოს კაცრად დასული. ამას არ აქვს არც მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, ეს რუსეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, კაცო, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ ვარ ინფორმირებული და ვერ გავაკეთებ კომენტარს. უნდა ვიცოდე რეალურად ინფორმაცია, რომ რამდენად ეს სიმართლე შეესაბამება თუ არ შეესაბამება და შესაბამისად მე გიპასუხებდით. ეხლა უბრალოდ თქვენ განვიგებთ ეხლა ამ ინფორმაციას, თორე გიპასუხებდით სიამოვნებით. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები რუსული ნავთობის გადამუშავებისა და სანქციების გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობის გამო დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ტანკერი დღეს სანქციების მიღმა რჩება, ისინი მაინც მაღალი რისკის მატარებელ ხომალდებად მოიაზრება. საბოლოო ჯამში ყველა თანხდება იმაზე, რომ საქართველო ქართული ოცნების ქვეშ ამ სანქციებს პრინციპულად არღვევს. ეხლა დანარჩენი არის უკვე დროის საკითხი, ანუ შენ როდის წაგიჭერენ ამაზე და როდის ექნება ევროკავშირს ესეთი პირდაპირი სამხილი, რომ დაგასანქციოს. ამიტომ იყო ეს ყულევის ტერმინალის და ქარხანის დასანქცირება ამდენხანს იმიტომ გაიწევა. შაბათის ფორმულას ანონსის ეთერში გასვლისთანავე ჩვენ ფოთიდან მოქალაქე დაგვიკავშირდა. მან მოგვაწოდა ვიდეო მასალა, რომელიც მისი მტკიცებით 4 ივნისს ფოთის ერთ-ერთ ტერმინალშია გადაღებული. ვიდეოში რუსული გემი ჩანს, რუსეთის სამხედრო დანაშაულში გასვლილი სამფეროვანი დროშით. ხომალდის სახელწოდება სვიეტოგორია.